დღეს ცოტა პოლიტიკას გადავუხვიოთ და ფსიქოლოგიაზე ვილაპარაკოთ, ოდნავ მოვეშვათ. ერთხელ მხოლოდ მაქვს გადაღებული ვიდეო, სადაც ფსიქოლოგიას შევეხე, მაშინ გიგითევზოდეს წინგზე ვილაპარაკე აი ამაზე, რომელიც ფსიქოლოგიურ აშლილობებს ეხება და მე კონკრეტულად აქცენტი გავაკეთე აუტიზმზე. რადგან ბაღში აუტისტი ბავშვები ბევრი მყოლია, ახლაც მყავს და ძალიან წარმატებულები ვართ აუტისტი ბავშვების სოციალიზაციაში. მერე დავიწყე წიგნის წერა იმაზე თუ როგორი ხერხებით ვაკეთებთ ამას ჩვენ ბაღში, რამოდენიმე თავი დავწერე, 4 თავი მაქვს მე მგონი დაწერილი. და დაპაუზებული მაქვს ეს პროცესი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა ხდება გარშემო, ძალიან ინტენსიური, დიდი ინტენსივობით იცვლება პოლიტიკაც და გეოპოლიტიკაც. რაც ძალიან საინტერესოა, როგორც დაკვირვების ობიექტი და მე როგორც სუბიექტი ამ დაკვირვების ობიექტს ძალიან ვაკვირდები. ბევრად უფრო ხშირად ვიღებ ვიდეოებს YouTube-ისთვის, ვიდრე ადრე ვაკეთებდი ამას და ვერ ვკონცენტრირდები იმაზე, რომ დავჭდე და წყნარად ვწერო წიგნი. მოვა ამის დროც და რაღაც მომენტში, როდესაც დავწერ აქტუალურობას ყოველ შემთხვევაში მაშინაც იქონიებს, რაც არ უნდა გვიან დავწერო. ამ საკითხში ყოველ შემთხვევაში გვიანი არ იქნება. ასე უფრო სწორია. ახლა მინდა ვილაპარაკოს ზოგადად ფსიქოლოგია რა შუაშია და რატომ შემიძლია საერთოდ ამაზე ვილაპარაკო. ფსიქოლოგია და ფსიქოთერაპია უფრო, იმიტომ რომ იმას, რასაც ჩვენ ბაღში აუტისტ ბავშვებთან ვაკეთებთ, ეს თერაპიაა რეალურად. თერაპიის გარეშე ეს ბავშვები ვერ სოციალიზირდებიან, თავის თავს ვერ უგებენ. და ხო და ადამიანი, რაც არ უნდა ასაკის იყოს, ბავშვიც ადამიანია და დიდიც ადამიანია. რაც არ უნდა ასაკის იყოს, ვერაზროს ვერ მოახდენს სოციალიზირებას, თუ საკუთარ თავს ვერ უგებს და იმ საკუთარ თავის გაგებაში, საკუთარი თავის აღმოჩენაში ვეხმარებით ჩვენ პირველ რიგში აუტისტ ბავშვებს. 2009 წელი იყო, როდესაც მე პირველად აღმოვჩნდი ისეთ ღონისძიებაზე, რომელიც ფსიქოთერაპიას ეხებოდა, ეს იყო ჰოლოტროპული სუნთქვა ოდესაში. მივედი კონკრეტულად იმისთვის ჩავედი მაშინ ოდესაში, რომ ამ ღონისძიებას დავსწრებოდი. ატარებდნენ ღონისძიებას სტანისლავ გროფის სერტიფიცირებული მოსწავლეები და იმის მერე ძალიან გამიტაცა ჰოლოტროპულ სუნთქვა. მე თვითონაც დავიწყე უკვე ისეთ სემინარებზე სიარული, რომელიც სერტიფიცირების პროცესი იყო, ანუ უბრალოდ კი არა ესწრები, როგორც მაყურებელი, არამედ სერტიფიცირდები კიდევაც, სწავლებას გადიხარ. და რამოდენიმე სერტიფიკატი, სადღაც 4 სერტიფიკატი მაქვს მგონი, პირადად გროფის სემინარებიდან. მე კიევში ჩავდიოდი, ყირიმში ჩავდიოდი, ერთხელ როსტოვშიც კი ვიყავი და ერთხელ მოსკოვშიც კი ვიყავი, იმისთვის რომ პირადად გროფს შევხვედროდი. და რაღაც მომენტში ყირიმი მაშინ ჯერ კიდე არ იყო ოკუპირებული. რაღაც მომენტში გროფის გუნდმა და მის ყველაზე ახლო მეგობარმა და თანა მონაწილემ ამ მთელი მისი ინსტიტუტის, ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის ინსტიტუტი აქ ამერიკაში გროფს. ამ ინსტიტუტის დირექტორმა და მთავარმა ადამიანმა, ვინც ამას ყველაფერს მენეჯმენტს უწევს, შემომთავაზა, რომ მე გამხდარიყავი, ბოლომდე ამეღო, ანუ სერტიფიკაცია ბოლომდე გამევლო, ყველა საფეხური გამევლო და გამხდარიყავი ისეთი სპეციალისტი, რომელსაც უფლება ექნებოდა ყოფილიყო ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის და ჰოლოტროპული სუნთქვის
ელჩი საქართველოში საქართველოში ვიღაცები რაღაცებს ატარებენ და აკეთებენ, რასაც ხოლმე სუნთქვას ეძახიან. რამოდენიმეჯერ მათთან მიჩხუბია, იმიტომ რომ თაღლითები არიან. ის რასაც ისინი აკეთებენ არ არის ხოლმე სუნთქვა, ეს რაღაცა პროფანაციაა. ბევრჯერ მიფიქრია კიდევაც, რომ გროფის უნივერსიტეტს მივმართო და ვიჩივლო ამათზე, რომ სახელს იყენებენ არაკანონიერად. და მივწერე კიდევაც მათ, რომ ამას გავაკეთებ და გროფი მათ დააჯარიმებს. და მერე უცებ აადგნენ და რაღაც სახელი შეუცვალეს და ჰოლოტროპული სუნთქვის მაგივრად რაღაცა ჰოლისტიკური თუ რაღაცა ესეთი სუნთქვა დაარქვეს, მოკლედ იმაიმუნეს. ადიდასი და ადიბასის ტრიუკი ჩაატარეს. მაშინ ამის გაკეთება არ დიდად არ შედიოდა ჩემს ინტერესებში, იმიტომ რომ სხვა საქმეებით ვიყავი დაკავებული. ამ სერტიფიკატებს კი ვიღებდი, მაგრამ რაღაც მომენტში, როდესაც მე თვითონ უკვე ჩავთვალე, რომ თერაპია გავლილი მაქვს ჩემთვის, რაც მე მაინტერესებდა. რომ მე შევწყვიტე საერთოდ ჰოლტროპულ სუნთქვაზე სიარული, დავკმაყოფილდი იმ შედეგებით, რა შედეგებიც მივიღე. და გავაჩერე ეს პროცესი და იმ შემოთავაზებაზე, რომ საქართველოში მეთქი, მაშინ ძალიან ძლიერი იყო ჯერ კიდევ აი მიუღებლობა ყველანაირ ფსიქოთერაპევტულ რაღაცა იმებზე ღონისძიებებზე, როგორც ახლა ძალიან ბევრი უკვე გეშტალტ თერაპევტებიც ძალიან ბევრი გაჩნდნენ. რებოფინკიც ერთ-ერთი ასეთი ის არის სუნთქვის სახეობა, მე მგონი ესეც გაჩნდა უკვე საქართველოში. რეგრესული ფსიქოთერაპია, იმისი რა ქვია მას, რომ შეყვავხარ ჰიპნოზური ფსიქოთერაპიაც შემოვიდა. კიდე იმას ქონდა რამოდენიმეჯერ საუბარი, თამუნა მუსერიძეს თავის პოდკასტში ვეძებ. ახლა ვერ ვიხსენებ ქართულად რა ქვია ამ მიმართულებას. რუსულად არის რასტანოვკი. განლაგებები, ასე ამბობენ მე მგონი, განლაგებები. და მოკლედ, აი ეს ყველაფერი მაშინ ძალიან უცხო იყო ჯერ კიდევ და ვფიქრობდი, რომ არ იქნებოდა პოპულარული ჰოლოტროპული სუნთქვა და რომ ჯერ ამაზე აზრი არ აქვს ამაზე ბევრ მუშაობას, იმიტომ რომ ხალხს ინტერესი არ ექნება და ასე შემდეგ და მოკლედ აი ამ რაღაცა მიზეზებით. რეალურად ეს მიზეზი არ იყო, უბრალოდ არ მაინტერესებდა იმ მომენტში იმდენად, რომ მე თვითონ ეს ანუ თერაპია მეტარებინა. მე მაინტერესებდა, რომ მე ამ თერაპია ჩემთვის გამევლა, მაგრამ ის რომ თერაპია მეტარებინა არ მაინტერესებდა. თერაპიას ჭირდება მუდმივი ჩართულობა. ერთხელ რომ მოვა ადამიანი შენთან რაღაცა სეანსზე, იმ სეანსზე რაღაცეებს რო გაარჩევთ, მერე მიდის ამ გარჩეული რაღაცეებით და იწყებს ამით ცხოვრებას. ამას მერე ხშირად უბრუნდება, ხშირად ფიქრობს ამაზე, რაღაცა ახალ გამოჩენებს, აღმოჩენებს, აკეთებს თავის თავში, ან პირიქით ახალ გამოწვევებს იღებს იქიდან გამომდინარე, რაც თავის თავში აღმოაჩინა და ამას მერე მუდმივად ვიღაცა ჭირდება ასეთ ადამიანს, რომელიც მასთან იქნება როგორც მენტორი. აი ბოლო პოდკასტს რო ვუყურე გუშინ ვეძების თამუნა მუსერიძეს, იქ იყო ზუსტად ასეთი სტუმარი, რომელიც როგორც მე მივხვდი მენტორობს, ბოლო ანუ თვითონ თავის მენტორი არ დაურქვა, პირიქით რაღაცა სიტყვას ეძებდა, რომ დაერქვა იმას, რასაც თვითონ აკეთებს, რაღაცა სახელი დაერქვა ამისთვის და ვერ მოიფიქრა სახელი. და აი ზუსტად ეს გოგო აკეთებს იმას, რაც არის მენტორობა.
ჯერ იმას რომ თერაპიიდან რომ გამოდიხარ, მე შეიძლება სხვა სპეციალისტი დაგჭირდეს, იმის სპეციალისტი, ამის სპეციალისტი, გეშტალტ სპეციალისტი. და აი ეს მიმართულებებიც რო სწორად მოგცეს, აი ამისთვისაც ცალკე ადამიანები არის საჭირო და ეს გოგო ზუსტად ესეთი ადამიანია და ახლა უკვე როგორც ხედავ და ვუყურებ, საკმაოდ მომწიფებულია. და ახლა მაინც პოლიტიკასთან მომიწევს შეხება. მიუხედავად იმისა, რომ კიდე რატო არის მაშინ იმ მომენტში ეს ყველაფერი ძალიან პოპულარული იყო უკრაინაში და რუსეთშიც პოპულარული იყო. გროფი ამერიკიდან დაფრინავდა ხოლმე და უმეტესად ევროპაშიც დაფრინავდა, მაგრამ უფრო ხშირად დაფრინავდა უკრაინაში და რუსეთში, იმიტომ რომ უფრო მეტად იყო მოთხოვნა. და რაც უფრო არეულია პოლიტიკურად სიტუაცია ქვეყანაში, მით უფრო მეტი ადამიანი საჭიროებს ფსიქოთერაპიას. და იმ დროს სისხლოვანი 9 წელი და რეალურად საქართველოს უკარგესი, უდიდესი და საუკეთესო 9 წლის დროს მე ვერ ვხედავდი, რომ საზოგადოებას ფსიქოთერაპია იმდენად ძალიან ჭირდება, როგორც ახლა არის ეს. ესეც იყო. რაც უფრო ცუდ მდგომარეობაშია. აი ის გამოსცირებული ინფოციგნები, ეგრეთ წოდებული ინფოციგნები, კოუჩები სხვადასხვა მიგაღწევინებთ წარმატებას, შენ გულშინ ღარიბი იყავი და ხვალ მდიდარი გახდები. აი ესეთი ადამიანების რიცხვმაც მოიმატა ბოლო წლებში საქართველოში. ესეც იმის ნიშანია, რომ ძალიან დაავადებულია საზოგადოება, ძალიან ცუდ დღეშია. და აი ესეთ შარლატანებს და ინფორმაციულ ციგნებს რაღაცა მომენტში ბევრი სასოწარკვეთილი ადამიანის კაუჭზე წამოგდების საშუალება აქვს და ასეთ სასოწარკვეთილ ადამიანებზე ფულის შოვნის საშუალება. ადრე ეს ყველაფერი ძალიან მოზღვავებული იყო რუსეთში, იყო უკრაინაში, ჩვენთან არ იყო ამდენი და ბოლო წლებში ჩვენთანაც შემოვიდა. რაც ერთის მხრივ ძალიან სამწუხაროა. და გუშინ ხო საერთოდ ახლა რატო დავიწყე ამაზე ლაპარაკი 2 დღის წინ. მოხდა ისეთი რაღაცა, რაც ძალიან დარწმუნებული ვარ, გაუხარდება გროფს. მე ახლა უკვე აი ამ წრეებში არ ვტრიალებ ამ ჰოლოტროპული სუნთქვის და ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის წრეებში რო ვტრიალებდი, დავინახავდი ალბათ რა ვიღაცა პოსტებსაც დაწერდნენ, თვითონ გროფიც გამოეხმაურა ალბათ სადღაც. პირველად რომ მივედი და არა მარტო პირველად, მე ყველა ლექციაზე, ისეთ ლექციაზე, რომელიც იყო სწავლების სემინარი და არა უბრალოდ გასართობი, ასე ვთქვათ, და საკუთარი ფსიქოთერაპიაზე მუშაობა. ყოველთვის უქონდა ლექცია იმაზე, თუ საიდან დაიბადა და როგორ გაჩნდა საერთოდ ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია და ჰოლოტროპული სუნთქვა. გროფი ახალგაზრდობაში, გროფი საერთოდ ჩეხია, ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა გადაცხოვრდა ამერიკაში და იქ ჰოფმანთან ერთად, ჰოფმანს ხაუცებ დასტინი მომივიდა თავში, მაგრამ დასტინ ჰოფმანი მსახიობია. იმ ჰოფმანს რა ერქვა სახელი, რომელმაც LSD მოიფიქრა? ალბერტ ჰოფმანი, ხო. ალბერტ ჰოფმანი არის უდიდესი მეცნიერი, რომელიც მუშაობდა ფსიქოლოგიურ პრეპარატებზე, რომელიც ადამიანს დაეხმარებოდათ, რომ ფსიქოლოგიური რაღაცა ისინი სირთულეები გადაელახათ. და ამ კვლევებში რაღაც მომენტში მიაგნეს LSD-ს და LSD-ს ეფექტს ადამიანის ფსიქიკაზე. ეს LSD იყო ჯერ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეათე ნაირი და 25 ნაირ LSD-ზე რომ მივიდნენ, აი 25 ნაირი LSD აღმოჩნდა ის, რაც დღეს არის LSD, ოღონდ ის LSD არა, რაც
ნარკობაზარზეა რაღაცა შავი ქიმიური რაღაცა შხამი და ჯანდაბა, არამედ ის ნამდვილი სუფთა მეცნიერული LSD, რომელიც წამალია. მეხუთე LSD-მდე რომ მივიდა, თვითონ მიიღო და რაღაცა დახურა სამშაო კაბინეტი, საღამოს 6 საათი იყო და წავიდა სახლში. დაჯდა თავის ველოსიპედზე, ველოსიპედით უყვარდა სიარული. და ის დღე გახდა მე რა ველოსიპედების დღე. საერთაშორისო ველოსიპედების დღე, მე აი ეს დღე დანიშნეს თუ აირჩიეს, რომელსაც ახაყვები და ეს LSD-დან გადაყლაპული რო წავიდა სახლში, მიდის რაღაცებს გრძნობს ახაუცებ, რომ ეს ანუ წამოვიდა ეფექტი. პირველად მოიტანა ასეთი ეფექტი აი ამ 25 ნაირმა LSD-მ. არ გააჩერა ველოსიპედი, გააგრძელა ტარება, სახლამდე მივიდა და მე ეს მთლიანი ეს პროცესი რაც განიცადა მის ფსიქიკამ აღწერა. მე ამ და რომ მიხვდა რომ დადებითი ეფექტი ექნებოდა ეს ფსიქიკურ სირთულეებთან მებრძოლ ადამიანებისთვის დაიწყო ამ LSD-ს ფსიქოთერაპიაში გამოყენება და აღმოჩნდა საოცრად ეფექტური. თითქმის 100%-იანი ეფექტურობა ჰქონდა ყველანაირი ფსიქიკური მოშლილობის განკურნების პროცესში და კიდე იმაში რომ ადამიანს ეხმარებოდა თავი დაეღწია დამოკიდებულებებს, ნარკოდამოკიდებულება გექნება თუ ნებისმიერი სხვა ალკოჰოლური დამოკიდებულება თუ რა დამოკიდებულება, LSD გშველის რომ ეს დამოკიდებულება უბრალოდ კი არ იმას ქნა რომ ერთი დამოკიდებულობიდან მეორეზე გადმოერთო, იმიტომ რომ LSD ნარკოტიკი არ არის, არ იწვევს მას მიჩვევას და მუდმივი მოთხოვნა არ აქვს. და მე უცებ ის ნიქსონის დროს იყო, ნიქსონის პრეზიდენტობის დროს ამერიკაში ჩათვალეს რომ ნუ არ ჭირდებათ ასეთი პრეპარატი და აკრძალეს LSD-ს დაარქვეს ნარკოტიკი, ანუ შავი პიერი ჩაატარეს. ასე ვთქვათ, მარკეტინგულად გააბანძეს და ჩაკეტეს. ეს რატო გააკეთეს ამის რაღაც ამაზე ფიქრი ალბათ კიდე სადღაც წაგვიყვანს. სავარაუდოდ იმიტომ რომ კორუფციული სქემები იყო, სავარაუდოდ იმიტომ რომ LSD-ი ფულის შოვნა მერე შავ და აკრძალულ ბაზარზე ბევრად უფრო ადვილი იყო ვიდრე ესე თეთრი LSD-ი. თეთრ LSD-ს თუ აფთიაქში რაღაც ალბათ $5 უნდა გაგიყიდა, შავ ბაზარზე ალბათ $100 ყიდდი. ნუ რაღაცა ასეთი იქნებოდა აუცილებლად, იმიტომ რომ სხვა არანაირი მიზეზი იმისთვის რომ LSD აკრძალო, მეცნიერული დასაბუთებული და სამედიცინო არ არსებობდა. და მე რაღაცა დროის მერე ჰოფმანიც გარდაიცვალა, გროფი აგრძელებდა ისევ ფსიქოთერაპიაში დარჩა, რა თქმა უნდა, ფსიქოთერაპია არ მიუტოვებია და შემთხვევით აღმოაჩინა, რომ თუ ადამიანი ინტენსიურად ისუნთქებს და ასევე იქნება შესაბამის უსაფრთხო გარემოში, სადაც მას აი სუნთქვის გამო რაღაცა უცებ ტრანსში რო გადავიდეს და ეს გაფრთოებული расширенное состояние сознания, როგორ თქვა ქართულად. მოკლედ ტრანსის მაგვარი მდგომარეობაში რო გადავა ადამიანი, რომ მე ეს გარემო მისთვის იმ მომენტში უსაფრთხო იყოს, ანუ ოთახი რო იყოს ისეთი, რომ თავს არავის არაფერს არ მიარტყამს, ამ ფანჯრიდან არ გადახტება, ან რაღაცა ვენებს არ გადაიჭრის. აი ასეთ გარემოს თუ შექმნი და ადამიანი აი ამ ინტენსიური სუნთქვით რაღაცა მდგომარეობაში მოვა, ეს ძალიან გავს იმ მდგომარეობას, რაც რისკენაც ფსიქიკა მიყავს LSD-ს. რა თქმა უნდა, ისეთი ძლიერი არ არის, ისეთი ხანგრძლივი არ არის, იმდენად მკურნალი არ არის, როგორც LSD-ს მაგალითად 4 სეანს და 5 სეანს თუ შეუძლია რომ ადამიანი მთლიანად განკურნოს, ამ ჰოლოტროპულ სუნთქვაზე, რა ვიცი მე, ზოგი 20 წელი დადის კიდევაც.
ზოგს შეიძლება 3-ჯერ და 4-ჯერ საკმარისი აღმოჩნდეს, მაგრამ ძალიან იშვიათად ბევრად უფრო მეტი სეანსი ჭირდება, ვიდრე LSD-ს ეფექტურობა იყო. და ამაზე გვიყვებოდნენ ყოველთვის სემინარებზე და ძალიან დიდ წუხილს გამოთქვამდნენ ამერიკელი ფსიქოთერაპევტები, რომ როდესღაც ეს აუკრძალეს, რომ მათი ქვეყანა იყო ამის ამკრძალველი. ახლა ამერიკაში აღმოაჩინეს და ახლა ამერიკამ რო აკრძალა, ლოგიკური, ახლა ამერიკაში აღმოჩენილს ევროპაში არ შეიძლება ევროპამდე არც იყო მოსული მომენტში. მოკლედ და სულ ყველა ეს ლექცია მთავრდებოდა იმით, რომ ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ როდესღაც ვიღაცა გაბედავს და ამ აკრძალვას გააუქმებს და 2 დღის წინ გამოვიდა ტრამპი და გააუქმა. სრულიად წარმოუდგენელი რაღაცა. მე როდესაც გულშემატკივრობდი ტრამპს და მინდოდა რომ პრეზიდენტი გამხდარიყო და იმიტომ მინდოდა რომ ჯერ ერთი ვიცოდი რომ საქართველოს დაუბლოკავს ჩინეთს და რუსეთს და ირანს, ეს იყო ყველაზე მინიმალური რასაც მისგან ველოდი, რომ დაუბრუნდება ანაკლის საკითხს და ეს უკვე საკმარისი იყო ჩემთვის, რომ მე ყოფილიყავი მის გულშემატკივარი. რო გახდა პრეზიდენტი, ამაზე ბევრად უფრო საოცარი რაღაცები გააკეთა, სრულიად გადაალაგა სამყარო ისე, რომ ძალიან დიდი ხნით ამ გადალაგებამ გამოიწვია პროცესების, ახლა გამოიწვევს უკვე როცა დაასრულოს პროცესების ისეთ ცვლას, რომ ძალიან დიდი რაოდენობა წლების და შეიძლება საუკუნეც და საუკუნეებიც კი, სწორად ვიმოძრავებთ. პირველი რუსულად რო ვლაპარაკობ, რუსული სიტყვები მოვწყდება, ქართულად რო ვლაპარაკობ. ქართულებს ვერ ვიხსენებ. პირველი საერთაშორისო ომი რა ჯანდაბაა სხვანაირად თქვია მაგას. მსოფლიო ომი. პირველი მსოფლიო ომის მერე რაღაც მომენტში მოხდა სწორი ვილსონმა გაათავისუფლა სავაჭრო გზები ისევე როგორც ახლა ტრამპია ანთავისუფლებს, ოღონდ არა ისე მასშტაბურად და არა ისე ძლიერად, რომ მე ეს არ გაფუჭებულიყო ცოტა ხანში. იმ ვილსონის გაკეთებულის საერთაშორისო არენაზე დამსახურება იყო ის, რომ საქართველოს 1918 წელს მოიპოვა დამოუკიდებლობა პირველი. მეორე მსოფლიო ომის მერე, მეორე მსოფლიო ომამდეც ძალიან ბევრი არასწორი რაღაცა მოხდა, როდესაც საბჭოთა კავშირი თითქმის აღიარა მსოფლიომ, რომელსაც თავიდან არ აღიარებდა და მეორე მსოფლიო ომის მერე ხო საერთოდ ძალიან გაფუჭდა სიტუაცია. მერე შეიქმნა ეს რაღაცა მილიონი უსარგებლო გაეროები, ნატოები და რაღაცეები, რომლებიც ვითომ იმისთვის შეიქმნა, რომ რუსეთს აფერხებდა და რეალურად არაფერს არ აფერხებდა. და ახლა ძალიან აშკარად ჩანს, რამდენად უსარგებლოები არიან და ახლა უკვე ტრამპის ომების მერე ეს ყველაფერი გამოსწორდება და შეიქმნება დიდი ვარაუდით უფრო სწორი და უფრო ეფექტიანი და უფრო გამართული ალიანსები, უფრო სწრაფი რეაგირებით. და ამის გარდა იმისა, რომ ადამიანი ამას ყველაფერს აცნობიერებს, რომ ეს ყველაფერი გასაკეთებელი აქვს, ამას ძალიან მაგრად აკეთებს, ძალიან სწრაფად რაღაცა სასწაულის სიჩქარით აკეთებს. არასდროს მსოფლიოში ისტორიის არც ერთ მონაკვეთში ასეთი სისწრაფით, ასეთი დიდი, უდიდესი და ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები არ კეთდებოდა. და უცებ ადგა და ასეთ საკითხშიც კი აზრზე მოსული აღმოჩნდა. მე იმ კონფერენციის ლინკი დავდე ზუხელ, სადაც მე იზეიმეს ამ კანონის მიღება, კანონის, რომელიც ამ LSD-ს და არა მარტო LSD-ს, იქ სხვადასხვა რაღაცა პრეპარატებიც არის. აკრძალვას აუქმებს, არამედ აუქმებს იმ ბიუროკრატიას, რომელიც
აი მაგალითად ახლა დუშენის ბავშვობის მშობლები რო აპროტესტებენ. არსებობს რაღაცა წამალი, რომელიც ეფექტურობა ჯერ 100%-იანად არ არის დამტკიცებული. ანუ მილიონი პროცენტით არ ვარ დაჯერებული, რომ ხო რო ეს პრეპარატი ყველას უშველის. ხო, არსებობს ისეთი დაშვება, რომ შეიძლება 100 ბავშვიდან 2-ს ვერ უშველოს, 2 მოკლას და 98-მა მიიღოს კარგი ეფექტი, გადარჩეს და იცოცხლოს და აი იმ 2-ის გამო, რომელიც შეიძლება მოკვდეს, წირავენ 100-ვე ბავშვს. ანუ რაღაცა ის არასწორი სიფრთხილე, დებილური სიფრთხილე. როდესაც ადამიანს, რომელიც კვდება, ეუბნებიან, რომ ჩვენ არა ვართ დარწმუნებული, რომ ეს წამალი შენ გადაგარჩენს, ამიტომ არ მოგცემთ ამ წამალს. ადამიანი ეუბნება, მე ისედაც ვკვდები. ვკვდები ყველა შემთხვევაში და მომეცით ეს წამალი იქნებ გადავრჩე. ანუ მომეცით გადარჩენის შანსი, მომეცით გადარჩენის საშუალება და არა ვერ მოგცემთ, ეს არის კვავაი და ამ წამალმა მოკლას. რა მნიშვნელობა აქვს წამალი მომკლავს თუ ისედაც ვკვდები, ხო ვკვდები და აი ეს ბიუროკრატია და აი ამ ბიუროკრატიას ძალიან ბევრ წამალზე მიქონდა წლები და 10 წლეულები და ეს ბიუროკრატიაც გააუქმეს ამერიკაში. ანუ როგორც კი გამოჩნდება რაღაცა პრეპარატი, რომელსაც აქვს ეფექტურობა, არ არის აუცილებელი, რომ 1,000,000%-იანი ეფექტურობა კონდეს, 100 ადამიანიდან 98-ს თუ შველის, ან 90-ს თუ შველის, მისცემენ 100-ვე და იმასიდან 10 თუ მოკვდა, ეს არ ნიშნავს, რომ დანარჩენ 90-ს ეს წამალი არ უნდა მიეღო. საიდან სად აღმოჩნდით? ფსიქოთერაპიით დავიწყეთ, ფსიქოლოგიით დავიწყეთ, პოლიტიკასაც გადავუარეთ და ბოლოს დუშენზე მოვედით. და აი ამ დუშენზეც ახლა ქოცები მანიპულირებენ იმით, რომ ეს დუშენი არ არის 1,000,000%-ით დამტკიცებული. ხო, არ არის, ვიცით. საქართველოში 103 ბავშვია ამ დუშენით დაავადებული და ამ 100-დან 50 რო გადარჩეს, არ გვიღირს. რა თქმა უნდა გვიღირს. ამ 100-დან კარგი 30 გადარჩეს. არ გვიღირს? რა თქმა უნდა გვიღირს. სად 100 გიკვდება, გარანტირებულად გიკვდება, არ არსებობს, რომ დუშენით დაავადებული ბავშვი არ მოკვდეს. ზოგი შეიძლება მოკვდეს 7 წელი შეუსრულს, ზოგი შეიძლება 12 წელი, ზოგი 17-მდე იცხოვროს და მაგრამ მაინც კვდება. და ის, რომელიც მაგალითად მანამდე 7 წლამდე იცხოვრებდა და შენ ამ წამლით 20 წლამდე მიიყვანე და აი 13 წლით გაუხანგრძლივე ადამიანის ცხოვრება არ ღირს, რა თქმა უნდა ღირს. და ის ბიუროკრატია, რომელიც ადრე ამერიკაში ოფიციალურად არსებობდა და რომლითაც დღეს ჩვენ ქოცები გვატყუებენ და მანიპულირებენ იმიტომ, რომ ფულის დახარჯვა არ უნდათ, აი ეს ბიუროკრატია არ უნდა არსებობდეს და ტრამპმა აი ამ ბიუროკრატიის გაუქმებას მოაწერა ხელი. აი ამ მხრივადაც ძალიან მაგარია. უბრალოდ ადამიანი აღარ ვიძახი, რომ ძალიან მაგარი პრეზიდენტია. პრეზიდენტი რო უძალიანესად მაგარია, ხო, ახლა ამაზე დავა შეუძლებელია. აი როგორც ადამიანიც ძალიან მაგარია. ტრამპი ბიძია. რაც შეეხება ჰოლოტროპულ სუნთქვას და ტრანსპერსონალურ ფსიქოლოგიას. ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია, აი როგორც ის ვარჯიშია, ყველაზე ძალიან მაგარი, რომელზედაც მე დავდივარ. ადრე Facebook-ზე ხშირად ვდებდი იმ ვარჯიშიდან მოკლე ვიდეოებს და სურათებს და ახლა ბოლო დროს რაღაცა შევწყვდე. თითქოს არ ვარ ასეთი ვიდეოების დადების ხასიათზე, მაგრამ მე მგონი უნდა აღვადგინო. ეს არის საჰაერო ტანვარჯიში, რომელიც არის უნივერსალური ვარჯიში. მანამდე ბევრნაირ რაღაცებზე მივარჯიშია, ხან ჯიმში დავდიოდი, ხან იოგაზე, ხან პილატესზე, ხან რაღაცა ფიტნესზე, ხან ფრანგულ ფიტნესზე, ხან წოლიარე ფიტნესზე, ხან მორბენალ ფიტნესზე. ყველაფერი ძალიან სწრაფად მბეზრდებოდა. იოგას საერთოდ 2 თვეზე მეტი ვერ გავუძელი, ისე ძალიან მომბეზრდა და იმდენად მოსაწყენი აღმოჩნდა ჩემთვის და აი ეს საჰაერო ტანვარჯიში არის ყველაზე არამობეზრებადი რაღაცა,
რომელზეც 2017 წლიდან დავდივარ და მალე 10 წელი გახდება რომ დავდივარ და ალბათ მთელი ცხოვრება ვივლი. აი დაახლოებით ასეთი რაღაცაა. როგორც ეს სპორტი მოიცავს ყველანაირ აქტივობას და ყველა კუნთს ეხება და ყველა კუნთს ავითარებს, ასეა ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია. ყველა ფსიქოთერაპიის და ფსიქოლოგიის ყველა ასპექტს და ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობასაც ერთდროულად ეხება და ერთდროულად ასწორებს. ფსიქოთერაპიებში ბევრნაირი არსებობს უკვე ფსიქოთერაპიის მიმართულებები, ყველაზე მოცულობითია, ყველაზე ეფექტურია და ყველაზე ისეთია, რომელიც აი ყველა მხრიდან ადამიანს კურნავს. და შეიძლება როდისმე მართლაც შემოვიტანო საქართველოში ეს ოღონდ ნამდვილი და ის სერტიფიცირებული რაც გროფის არის და არა ის მასხარაობა რაც აქამდე ალექსანდრე პაიჭაძე იყო ყველაზე ისეთი ცნობილი სახე, რომელიც ამას ვითომ ჰოლოტროპულს უნთქვებს რეკლამას უკეთებდა ადრე. და ეს აფერისტობები ჯერ იმაზე იქნება მისახედი, რომ ეს აფერისტობები მოიშალოს და შეწყვიტონ ტყუილებს ლაპარაკი და არ დაარქვან ჰოლოტროპული, არც ჰოლოტროპული და არც ჰოლისტიკური რაღაცა ცირკებს, რასაც ატარებენ და მე იმაზე, რომ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ როდესაც კოცებს მოვიშორებთ მე არ აღმოვჩნდე პოლიტიკაში, იმიტომ რომ ბევრ ცუდ სიტყვას ვიძახი, ბევრს ვიგინები და ვბილწ სიტყვაობ, ამის გამო თუ ვერ მოვხდი პოლიტიკაში, მაშინ შეიძლება დავუბრუნდე ტრანსპერსონალურ ფსიქოლოგიას და თერაპიას. და აუტისტ ბავშვებთან სრულიად შემთხვევით და სრულიად რენდომულად რომ მივაგენით ჩვენ ბაღში ძალიან ეფექტურ მიდგომას, ესეც მხოლოდ იმის დამსახურებაა, რომ ჩემში არსებობდა ამ ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიით და თერაპიით მიღებული რაღაცა ფსიქოლოგიური ინსტრუმენტები, მიდგომების ინსტრუმენტები. ამან თორე ისე მე არ ვიცი, ანუ რატო გამომივიდა ისე, რომ რასაც ვაკეთებ აუტისტ ბავშვებთან მიმართებაში ძალიან სწორი აღმოჩნდა და ისეთი რაღაცა აღმოჩნდა თან, რასაც სხვები არ აკეთებენ. და ოფიციალური ფსიქოთერაპია, რასაც აკეთებს აუტისტ ბავშვებთან მიმართებაში, ის რამდენად თითქმის მახინჯია აუტისტ ბავშვებთან თითქმის მახინჯია, იმიტომ რომ ძალიან არასწორია. მაქვს მე მოყოლილი ესეთი შემთხვევა, რომ ჩვენთან ერთი ბავშვი მოიყვანეს აუტისტი, რომელსაც მოყვა თავისი სპეციალური ძიძა აუტისტ ბავშვებს, უნიშნავენ რაღაცა აუტიზმის სპეციალისტ სერტიფიცირებულ დიპლომიან ძიძებს. და ამ ძიძასთან ერთად უნდა ევლო ბაღში, ერთი თვე იარა ჩვენთან და იმის გამო რომ ეს ძიძა სასწაულად არასწორად იქცეოდა, აი ჩვენ მეთოდთან მიმართებაში არასწორად. საპირისპიროს აკეთებდა იმას, რასაც ჩვენი მეთოდი აკეთებს და ამიტომ ბავშვიც იტანჯებოდა და ჩვენც ამის შემხედვარე უკვე ნერვები აღარ ყოფნი და ძიძის გალახვა მინდებოდა დღეში ორჯერ როგორც მინიმუმ იმის გამო, რომ აი სრული არაადეკვატურებები იყო მის პრაქტიკაში მიღებული. და მე ვუთხარით მშობელს, რომ ან ძიძა უნდა მოაშოროს ბავშვს, რომ ჩვენ ბავშვი აზრზე მოვიყვანოთ და ან უნდა წავიდნენ და მე არჩიეს, რომ წავიდნენ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ოფიციალურ მეთოდებს, სერტიფიკატებს და დიპლომებს უფრო მეტ ყურადღებას აქცევს, ვიდრე რეალურ შედეგს. და ის რეალური შედეგი, რომელიც ჩვენ პრაქტიკამ მოგვიტანა და რომელიც ჩემი აზრით მე იმიტომ აღმოვაჩინე, რომ როდესღაც ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიით და ფსიქოთერაპიით ვიყავი გატაცებული, აი ამაზე კიდე მომიწევს წიგნის დაწერა. ეს იყო სულ.
შეიძლება ახლა ძალიან არასაინტერესო აღმოჩნდეს ვიღაცებისთვის ეს გადაცემა, იმიტომ რომ საერთოდ რა შუაშიაო ამ არხზეო, მაგრამ პირველი იმ შუაშია, რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ ტრამპის მაგრობაზე და ესეც ძალიან მაგარი რაღაცა გააკეთა და მეორე მხრივ კიდე იმ შუაშია, რომ პოლიტიკა ყველაფერს ეხება და როდესაც ადამიანებს ქვეყანაში ცუდი პოლიტიკა აქვთ, მერე ფსიქოთერაპიასაც ბევრად უფრო საჭიროებენ. მომავალ შეხვედრამდე.